ხელოვნური ინტელექტი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო აქტიურად შემოდის. ის ტექნოლოგიურ ეპოქაში თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილი გახდა. რამდენად აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს საქართველოში? ამ თემასთან დაკავშირებით გლობალური კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ACT-მ კვლევა ჩაატარა. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ უფრო ვრცლად ამ თემაზე. ACT კვლევიდან კვლევის უფროსი ანალიტიკოსი ნათია ხიჯაკაძე გვერდდება. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. სანამ კვლევის მიგნებებზე გადავალთ, მეთოდოლოგია მინდა გკითხოთ, რამდენი ადამიანი გამოიკითხა, რა პრინციპით და ეს შემდეგ. კი ბატონო, იმ კვლევის ფარგლებში, რომელზეც თქვენი საუბრეთ, ჩავატარეთ ონლაინ ფორმატში გამოკითხვა საქართველოს სოციალური ქსელების მომხმარებლებში. შევარჩიეთ სამიზნე აუდიტორიად მეტწილად ციფრულად აქტიური ადამიანები, ისინი ვინც სოციალურ ქსელებს იყენებენ, ძირითადად Facebook-ს და გამოვკითხეთ 600-ზე მეტი ადამიანი ამ პლატფორმაზე ონლაინ ფორმატში როგორც აღინიშნა. რა საკობრივი კატეგორია? 18+ არის 18+. სტანდარტულად. და დავიწყოთ თავიდან, რამდენიმე კითხვა იყო, რითიც მიმართეთ აუდიტორიას, სმენიათ თუ არა ხელოვნური ინტელექტის შესახებ და რამდენად აქტიურად იყენებენ მას. რა იყო პასუხები? როგორი იყო პასუხი? როგორც აღნიშნეთ, ზოგადად ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოში ძალიან მზარდი პოპულარობით სარგებლობს წლიდან წლამდე და საინტერესო იყო საქართველოშიც შეგვესწავლა ტენდენციები ამ მიმართულებით. აღმოჩნდა, რომ ჩვენი გამოკითხული სამიზნე აუდიტორიის აბსოლუტურ უმრავლესობას 96% სმენია ხელოვნური ინტელექტის შესახებ. 81%-ს კონკრეტული სახელითაც შეუძლია დაასახელოს კონკრეტული AI პლატფორმა, ანუ იცნობს კონკრეტული სახელით ამა თუ იმ პლატფორმას და საინტერესოა ისიც, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი 71% სარგებლობს აქტიურად ყოველდღიურობაში იყენებს AI-ს დღესდღეობით საქართველოში სოციალური ქსელების მომხმარებლებში. ეს მონაცემები ზოგადად მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია და მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოშიც ისევე როგორც მსოფლიოში უკვე ხელოვნური ინტელექტი საკმაოდ აქტიურად დამკვიდრდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. არ არის ესეთი ახალი ხილი უკვე, საკმაოდ ესეთი პრაქტიკული დანიშნულება აქვს და პასუხობს მომხმარებლის საჭიროებებს, როგორც ჩანს, მისი საკმაო გავრცელებიდან გამომდინარე. აქაც მინდა გკითხოთ ასაკობრივ ზღვარზე, განსაკუთრებით აქტიურად რა ასაკის მომხმარებელი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს საქართველოში? დიახ, ბუნებრივია, ასაკობრივ ჯგუფებს შორის არსებობს გარკვეული განსხვავებები. როგორც აღმოჩნდა, AI საკმაოდ და უფრო აქტიურად გამოიყენება ახალგაზრდა სეგმენტში, განსაკუთრებით 18-35 წლის ასაკობრივ ჯგუფში, შედარებით ვთქვათ უფრო უფროსი ასაკის მოსახლეობასთან. გარდა ამისა, რახან განსხვავებებზე ვსაუბრობთ, საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ ხელოვნური ინტელექტის ვთქვათ პოპულარობა შედარებით მაღალია თბილისში, ვთქვათ, ვიდრე რეგიონებში. ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, კონკრეტული მიზეზები ამ შემთხვევაში არ გვიკვლევია კვლევის ფარგლებში. თუმცა, ფაქტის დონეზე შეგვიძლია ესე წარმოვიდგინოთ ეს განსხვავება, ტენდენცია, როგორც ასაკობრივ ჯგუფებს შორის, ასევე თბილისის რეგიონს შორის. რამდენად მზად არიან ქართველი მომხმარებლები ხელოვნური ინტელექტის, ასე ვთქვათ, მომსახურებაში თანხა გადაიხადონ? რა იყო პასუხი ამ კითხვაზე? საინტერესო სურათი გამოვლინდა ამ თვალსაზრისითაც, მიუხედავად იმისა, რომ როგორც აღნიშნე, AI ძალიან პოპულარულია საქართველოში სოციალური ქსელების მომხმარებლებში, ნახევარზე მეტი მას აქტიურად იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, დღეში რამდენჯერმეც კი 70%-ზე მეტი. ამის მიუხედავად, უფრო გავრცელებული ქცევა, როგორც აღმოჩნდა, არის მისი უფასო ვერსიებით სარგებლობა. ფასიან AI პლატფორმებს იყენებს მხოლოდ 12% ჩვენი სამიზნე აუდიტორიის გამოკითხულების. ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და მის მიზეზებზეც, რა თქმა უნდა, ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ. ეს კონკრეტული კვლევა არ ისახავდა მიზნას გაგვერკვია, ასე ვთქვათ, რა დანიშნულებით, რატომ იყენებენ ფასიან ვერსიებს ან რატომ არ იყენებენ მას. თუმცა, შეგვიძლია ვარაუდის დონეზე ვთქვათ, რომ ერთი მხრივ ფასით შეიძლება იყოს ბუნებრივია ბარიერი ამის და მეორე მხრივ არ უნდა გამოვრიცხოთ ის შესაძლებლობაც, რომ სავარაუდოა უფასო ალტერნატივები, უფასო ვერსიები აკმაყოფილებს ამ ეტაპზე მომხმარებლის საჭიროებებს. თუმცა, კომერციული თვალსაზრისით ფაქტია, რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით საქართველოში AI ისეთი განვითარებული არ არის, როგორც ზოგადად მოხმარების თვალსაზრისით. ყველაზე ცნობილი პლატფორმები, რომელია AI-ი, რომელსაც საქართველოში იყენებენ? ხო, ეს არ იქნება ალბათ მოულოდნელი ბევრისთვის. ChatGPT აღმოჩნდა ის პლატფორმა, რომელიც ლიდერობს მოხმარების თვალსაზრისით, 65% ჩვენი გამოკითხულების სარგებლობს ამ
კონკრეტული ხელსაწყოთი. მეორე, ვთქვათ, ადგილს იკავებს უკვე Google-ის Gemini, თუმცა სხვა პლატფორმები ნაკლებად პოპულარულია. ეს ორი განსაკუთრებით ChatGPT, განსაკუთრებით მოთხოვნადია ამ ეტაპზე სოციალური ქსელების მომხმარებლებში. ნათია, რა ეკითხებიან ChatGPT-ს და რა მოთხოვნის შესრულებას თხოვენ ყველაზე ხშირად, რა უნდათ? ესეც საინტერესოა, დიახ, AI-ის დანიშნულება ამ ეტაპზე რა არის, ხო, მოსახლეობაში და მის მომხმარებელში. 4 ძირითადი ფუნქცია გამოიკვეთა, შეგვიძლია ასე ვთქვათ. მთავარი დანიშნულება ეს არის ინფორმაციის მოძიება, რის გამოც 70%-ზე მეტი მომხმარებლის მიმართავს იყენებს AI-ის, მათ შორის ყველაზე გავრცელებულ პლატფორმას ChatGPT-ს, რომელზეც ვისაუბრეთ. გარდა ამისა, სხვა ფუნქციებიდან აღსანიშნავია კვლევის, ცოდნის მიღების დანიშნულებით მისი გამოყენება, ზოგადად რჩევების მიღება და იდეების გენერირება. ანუ რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში AI ძირითადად ესეთი ინტეგრირებულია უფრო ისეთ ცოდნის შემოქმედებით შრომით საქმიანობაში, ასე ვთქვათ, რამდენად ხშირად იყენებენ ამ მიზნით? ხო, აი აქტიურად იყენებენ, საკმაოდ შეიძლება ითქვა 70%-ზე მეტი ყოველდღიური მოხმარების რეჟიმში იყენებს AI-ის პოპულარულ პლატფორმებს, როგორც აღნიშნე. ხშირად არის საუბარი, რომ შესაძლოა ის ინფორმაცია, რომელსაც გვაძლევს, თქვათ, ხელოვნური ინტელექტი, არ შეესაბამებოდეს 100% სიმართლეს. რამდენად ეინდობა ქართველი მომხმარებელი, ცდილობენ თუ არა, რომ სხვადასხვა წყაროზე დააყრდნობით გადაამოწმონ ის ინფორმაცია, რასაც ხელოვნური ინტელექტი მათ აწვდის. დამოკიდებულება როგორია ხელოვნური ინტელექტის მიმართ ქართველ მომხმარებელში? კი ბატონო, ესეც საინტერესოა, მით უმეტეს იმ ზარდი პოპულარობის ფონზე, რაც შეიძინა AI-ს ზოგადად მსოფლიოშიც და საქართველოშიც. ქართველი მომხმარებლის 45% შეიძლება ითქვას ნახევარი, ხო, ფაქტობრივად ნდობას უცხადებს AI-ს და მაღალი ნდობით სარგებლობს, როგორც ჩანს ეს ტექნოლოგიური ხელსაწყო მათში, თუმცა არის გარკვეული ნაწილი მომხმარებლის 28% კონკრეტულად, რომელიც მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი და ეჭვის თვალით უყურებს, როგორც აღნიშნეთ, სავარაუდოდ ამოწმებს კიდევ წინ ინფორმაციას, რასაც იძიებს AI-ის მეშვეობით. თუმცა ამის მიუხედავად მთლიანობაში საბოლოოდ შეიძლება მაინც იმის თქმა, რომ უმრავლესობა 56% კონკრეტულად მომხმარებლის სოციალური ქსელის მომხმარებელზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, ანუ ჩვენ სამიზნე აუდიტორიაზე, მაინც პოზიტიურად უყურებს ზოგადად AI-ის განვითარებას და თვლის, რომ მომავალში იგი უკეთესობისკენ შეცვლის საზოგადოების ცხოვრებას, დაეხმარება, ასე ვთქვათ, მას ბევრ რამეში და გაამარტივებს მის ყოველდღიურობას. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის და საინტერესო კვლევის შედეგების გაზიარებისთვის. ნათია ხიჯაკაძე გახლდათ ჩვენი სტუმარი, კვლევის უფროსი ანალიტიკოსი ACT კვლევიდან. საუბრობდით ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე საქართველოში.